ნიკა მელიაზე ვსაუბრობდით, ამ წუთებში მასთან ადვოკატი იმყოფება ბექა კვენიკაძე, როგორც ცნობილია, ჰქონდა ჩვენს მაყურებელს შესაძლებლობა რომ მოისმინა მისთვის. ადვოკატი ლაპარაკობდა ცოტა ისეთ ამბავზე, რომელიც ალბათ რაღაც განსაკუთრებულ გამოხმაურებას და შეფასებას შესაძლოა საჭიროებდეს შეკრებაზე, ხო? ერთი რაც სააკაშვილის დროს რასაც მიმართა სასამართლომ და ახლა კვენიკაძის თქმით ეს მეორედ მოხდა ნიკა მელიას შემთხვევაში, როდესაც აი ამ გადაწყვეტილებას გალუსტაშვილის დაემატა 2019 წლის ჯარიმის საკითხი. რა სიტყვით, ანუ რასთან გვაქვს საქმე, გარდა იმისა, რომ ბოლო ერთ თვეში უკვე ორჯერ არის ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოტანილი. კი, მხოლოდ ბოლო არასრულ ერთ თვეში ორჯერ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს ნიკა მელიას, დღეს სასამართლო გადაწყვეტილება გამოუცხადეს მას და 8 თვით ჩასვეს ციხეში, ასევე ამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არასრულ ერთ თვეში ასევე იყო კრიმინალური გატაცება ნიკა მელიას და თუ ადრე რაღაცა ფორმალურ საფუძველს მაინც პოულობდა ხოლმე რეჟიმის წარმომადგენლები რაღაცა დაკავებისა თუ გატაცებისთვის, ეხლა ამ დრომდე აი არც ბექას, არც გიორგი კონტახაშვილს, არც თავად ნიკა მელიას ამ დრომდე ფორმალურად დოკუმენტაციაც კი არ აქვს ჩაბარებული. მეთიც ის ვიდეო რეგისტრატორები, რომლებიც რაღაცა ხარვეზე გვაქვს როგორც ხვდებით, დავუბრუნდებით ჩვენ გიორგის შევეცდებით კავშირის აღდგენა. კი ბატონო, გასწორდა გიორგი, გისმენთ. აი იმაზე ვსაუბრობდი, რომ ფორმალური საფუძველიც კი ამ დრომდე ნიკა მელიას კრიმინალურ გატაცებაზე არ წარმოუდგენია რეჟიმის წარმომადგენლებს, არც მისთვის და არც მისი უფლება დამცველებისთვის. ეს ნაწილიც არის ეხლა თქვენ საუბრობდით, ასევე რა თქმა უნდა დღეს იქნა გახდა ცნობილი, რომ მას ამ ყველაფერთან ერთად, მოკლედ ორჯერ წინასწარ დაკავებასთან ერთად, ეხლა განჩინებასთან ერთად დამატებით რაღაცა ჯარიმის ამბავიც ნიკა მელიასი გააცოცხლეს და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი შეიძლება. ყველაფერი შეიძლება რეჟიმმა გააკეთოს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ რეჟიმი მიდის რაღაცა რეპრესიების მაქსიმალურ ზღვარზე, ის ბოლომდე მიდის იზოლაციაზე ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. ცდილობს, რომ რეპრესიების მაქსიმალური ამბავი ქონდეს წამოწეული, დაიჭიროს ყველა, მათ შორის ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე, სხვა პოლიტიკური პატიმრები დღეს გივით არ გამაძა, რომ სადმე სოლიდარობას არ ქონდა კიდევ ერთხელ გამოხატოს. სინდისის პატიმრები ხო ქალები ყავთ დაჭერილი. ამით რეჟიმი ჩვენ ბრიფინგზე ვსვიდა, ეხლა გავიმეორებ თქვენთან რასაც ჩვენებს, რომ თითქოს ის არის რაღაცა უძლეველი, მიდის ყველაფერზე და არაფერს აზრი არ აქვს. გააპროტესტებ, დაგიჭერ, გააპროტესტებ, დაგაჯარიმებ, ქცენ, შეგაგინებ, შეურაცხყოფას მოაყენებ და ასე შემდეგ. ამის ჩვენებას ცდილობს რეჟიმი. და რატო არის ეს მიმართული? ეს მიმართულია იმისკენ, რომ აქ რაღაცა ხალხმა, რომლებიც ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ და ეს კარგად უნდა გვესმოდეს, უნდა ჩათვალოს, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს. არა და სულ პირიქით ხდება ყველაფერი და ამის მაგალითი მე ვიცი, რომ ეხლა მათ შორის თქვენს გადაცემებს ხშირად უყურებს ჩვენი სინდისის პატიმრები და პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ციხეში ყავს ივანიშვილს და მათი და ყველა მათგანები და მოვიკითხო, იმისი ნათელი მაგალითი, რომ ეს არ გატეხავს ქართულ საზოგადოებას, ამ ადამიანებმა მოგვცეს სწორედ. ხო, პოლიტიკურმა ლიდერებმა, მანამდე სინდისის პატიმრებმა, რომლებიც უკვე ამდენი თვეა ივანიშვილს საპრობლემოში ყავს გამოკეტილი და ვერც ერთი მათგანი ვერ გატეხეს. ქალბატონებმა ასევე განსაკუთრებით მოგვცეს სიმტკიცის მაგალითი. ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენ პირიქით მართლა გვაძლიერებს წმენაში და მატებს მოტივაციას იმისა, რომ უფრო აქტიურად ვიბრძოლოთ. ვიბრძოლოთ ყველგან. თბილისშიც, რუსთაველში, საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში და ამ ბრძოლას შედეგი აუცილებლად იქნება. გიორგი, აი თქვენ მე მინდა ეხლა ვახსენო სამომე ზურაბიშვილი, მან ილაპარაკა ცოტა ხნის წინ და აღწერა ეხლა ეს სურათი, რომელიც არის ამ პოლიტიკური ლიდერების დაკავების შემდეგ, თქვა რომ ისტორიას არ ახსოვს ეს პერიოდი, როდესაც აი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამდენი პოლიტიკური ლიდერი სადმე აღმოჩენილი იყო ქვეყანაში და ამან აჩვენა ისო, რომ რამდენად აწუხებს ივანიშვილს ოცნება, სისტემას, ერთობა და რომ პასუხი უნდა იყოს წინ ერთი ნაბიჯის ზუსტად იმ ერთობაში, რომელიც ყველაზე მეტად შესაძლოა აწუხებდეს ივანიშვილს და ეს აჩვენა გარკვეულწილად წლების გამოცდილებამ, ხო, მრავალი წელია ჩვენ ამ საკითხზე საუბრობთ. და საუბრობთ ეთერებში და საუბრობთ პოლიტიკოსები ერთმანეთთანაც. აი ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ კონკრეტულად ამ მიმართულებაზე? ავტოკრატიული რუსული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობას აქვს განუწყვეტი მნიშვნელობა და ეს მხოლოდ საბრძოლო და სიტყვები კი არ არის, კარგად უნდა გვესმოდეს ყველას და მგონია რომ ჩვენს კოალიციას, ჩვენს პარტიას ეს ესმის ძალიან კარგად. სწორედ ამიტომაც მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიციირებულ ქარტიას ერთ-ერთი პირველი ვიყავით, ვინც შეუერთდა და ერთობის მნიშვნელობა მოკლედ ძალიან კარგად გვესმის. განსაკუთრებით ერთობა არის ეხლა მნიშვნელოვანი.
განსაკუთრებით ეხლა, როცა რეჟიმი რეპრესიების ამ მასშტაბზე არის გადასული და პროდასავლო ფლანგზე ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ვინც ამ ერთობას ხელს შეუშლის, რაღაცა თავის პარტიულ მოღვაწეობასაც რაღაცა ძალიან ცუდად დაასრულებს. რაში არის ოღონდ ეს ერთობა? ხო, ეხლა საჭირო ერთობა ჩვენ გვჭირდება ივანიშვილის რეჟიმის მოსაშორებლად, მისი მიტაცებული ძალაუფლების მიერ მიტაცებული ძალაუფლების გამოსართმევად. ხო, კარგად გამოჩნდა, რომ ყველაზე უფრო ეფექტური მექანიზმი, რაც ეხლა გვაქვს ჩვენ ამ რეჟიმთან საბრძოლოდ, ეს არის წინააღმდეგობა და ართანამშრომლობა მასთან. რას ნიშნავს ეს ართანამშრომლობა? ართანამშრომლობა იყო, როცა არ ვაღიარეთ ის რაღაც გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ართანამშრომლობა იყო, როცა ამ გაყალბების შედეგად მოძებნულ მანდატებზე დაფინანსებაზე თქვით ვარი. ართანამშრომლობა იყო, როცა წულუკიანის, არ ვიცი, მე ეგრეთ წოდებულ კომისიაში მისვლაზე ვარი თქვა პოლიტიკური ლიდერების დიდმა უმრავლესობამ. მათმა ნაწილმა გირაოც კი არ გადაიხადა, ესეც ხო წინააღმდეგობისა და ართანამშრომლობის რაღაცა დიდი მაჩვენებელი იყო და ამიტომ ეს ადამიანები ეხლა შედან ციხეში. ყველაფერი ამის ფონზე და ამან კონკრეტული შედეგები მოიტანა ანა. ის რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ივანიშვილის რეჟიმს ეძახის, ეს ხო არის მნიშვნელოვანი შედეგი. პარლამენტი რო ერთპარტიული ყავს, თვითონ რო პარლამენტს ეძახის და რეალურად რომ მას არავინ პარლამენტად არ აღიარებს, ეს ხო არის შედეგი. ქვეყნის შიგნით უმრავლესობა და ქვეყნის გარეთ მთავარი სტრატეგიული პარტნიორები ჩვენი. ირანი და ჩინეთი და რუსეთი არ არის ამ ქვეყნის არც მეგობარი და ვერ იქნება შესაბამისად ეს მთავარი პარტნიორი. დასავლეთი ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ეხლა ყველა იმ გადაწყვეტილებით, რეზოლუციებით, სანქციებით განა ქართული ხალხის გვერდით. ეს არის მთავარი გამარჯვება. ამ გამარჯვებებზე კიდევ უფრო მეტი გამარჯვებებს და საბოლოო ჯამში დიდი გამარჯვების დაშენება უნდა მოხდეს, როცა ჩვენ ივანიშვილს გამოვართმევთ მიტაცებულ ძალაუფლებას. ზოგადად ეს უნდა მიიღწეს ართანამშრომლობით და წინააღმდეგობით. ამაში ერთობა არის მნიშვნელოვანი. წინააღმდეგობა და აქცია, შეკრების ერთობის ჩვენების ამ წინააღმდეგობის ძლიერების როლზეც ლაპარაკობდა ზურაბიშვილი და სხვათა შორის ჩვენ ამაზეც ვისაუბრებთ ახლა თქვენთან ლაპარაკის შემდეგ სტუმრებთან ერთად. ასევე ჩვენ ვაჩვენეთ ცოტა ხნის წინ მაყურებელს აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რომელიც იმ აქციის მონაწილეების თქმით და ანონსით ეძღვნება ონისე ცხადაძის გარდაცვლილ მამას. ეს ძალიან მძიმე ამბავია, რო იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა, აი ამ სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინში, ამ ყველაფრის გათვალისწინებით იყვნენ ეს ადამიანები, ხო, მაე მოლოდინით, გიორგი, და სამ დაკავებულ მონაწილეს, ამ პროევროპული აქციების სამ დაკავებულ მონაწილეს ამ პერიოდის განმავლობაში გარდაეცვალა მშობელი გურამ მირცხულავას, გიორგი ახობაძე ძალიან კარგად იცის მაყურებელმა ამის შესახებ და გუშინ გარდაიცვალა ონისე ცხადაძის მამა, გუშინ 26 იუნის სამძიმარს უცხადებ ონისეს ოჯახს, ეს ძალიან სამწუხარო ამბავია. რა სიტყვით აი ამ სურათს, ამ სამწუხარო სურათზე და შემდეგ უკვე დაგემშვიდობებით. ბუნებრივია თქვენ და მთელი ქვეყნის სამძიმარს უერთებ მეც ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალებაზე. ხო, რეჟიმის, როცა ჩვენ თავიდან ვამბობდით, რომ რეჟიმის დამარცხება რა თქმა უნდა არის შესაძლებელი, ერთობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ რაც შეიძლება რაღაცა ნაკლები ზიანი მიაყენოს რეჟიმმა, კონკრეტულ ადამიანს და ქვეყანას და ხო, ძვირი გვიჭირდება ჩვენ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, პირდაპირ მნიშვნელობით ეს ძალიან კარგად ჩანს, ამიტომ არის დიდი ერთობა საჭირო, რომ რეჟიმმა ეს რაღაცა კიდე გრძელვადიან პერსპექტივაში ეგ ამბავი იზოლაცია და ზეწოლა და ეს უბედურება, რასაც ჩანს ქართული ხალხის წინააღმდეგ ვერ განახორციელოს. ამიტომ მისი დროულად დასრულება მნიშვნელოვანი და ამ დროულად დასრულებას რა თქმა უნდა ჭირდება ერთობა და მე იმედი მაქვს, რომ პროდასავლურ ფლანგზე ეს ყველა ძალიან კარგად ესმის. ჩვენ გამარჯვებებზე ვსაუბრობთ, ამ გამარჯვების გაუფორმულებაც იქნება და გამარჯვების საბოლოო გამარჯვების გადადებაც იქნება, თუ ჩვენ ახლა ვერ შევძლებთ წინააღმდეგობაში ერთობის ჩვენებას მთელი ქვეყნისთვის და ჩვენი მეგობრებისთვის ქვეყნის გარეთ. რამაც უნდა მივიყვანოთ საბოლოოდ დიდი გამარჯვება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა გიორგი, დაგემშვიდობებით.